საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასო ვიდეო, ასე ვთქვათ, მსმენელებო, თქვენი მონამორჩილი ვულკან ბოკრეშელი მოგესალმებათ. თქვენის ნებართვით დღეს ერთ საღამოს პოეზიის მუზას დასვენების დღეს მივცემ. ჩემი ერთი მეგობრის ამბავი მინდა გიამბოთ. პირველი პირიდან ვიცი, ბატონებო, რომ როდესაც ლეონარდო და ვინჩი, დიდი ლეონარდო და ვინჩი ელისაბედ ჯოკონდას ხატავდა, იგი ხმამაღლა ხარხარებდა, ანუ ელისაბედი და ზუსტად ასე აღბეჭდა ის გენიალურმა მხატვარმა მოხარხარე 32-ვე კბილი უჩანდა. გავიდა ხანი. ელისაბედი გაიყიდა როგორც მონა იტალიიდან საფრანგეთში და სწორედ მაშინ დაემატა მის სახელს მონა. რაც მისი პირველი სახელი ჰქონია. არა ბატონებო, არა გასწმუნებთ, ეს მისი მხოლოდ სოციალური სტატუსია მონა ელისაბედ ჯოკონდა. დიახ. მომიტევეთ აქ ის შპარგალკა მაქვს მომზადებული და მონობაში ცხოვრებამ სიცილის ხალისი დაუმატა დაუკარგა ბედნა ელიზას და მისი გულღია 32 კბილიანი ხარხარი მორიდებულ ღიმილად გადაიქცა. ბოროტიანები იმასაც ამბობენ, უკანა კბილებზე კარიესი გაუსტავა, მაგრამ ენდობით ბატონებო ჯორებს, გასწმუნებთ. ესეც არ აკმარა ბედნა ელიზას მონათმფლობელებმა სამუშაოდ ბაზრობაზე დაამწეს საცოდავი ქალი, რომელსაც დღეს და მაშინაც ირონიულად მეფის სასახლეს უწოდებდნენ. და აი მაშინ კი საბოლოოდ დაკარგა საწყალმა ელისაბედმა სიცილის უნარი. ახლა რომ მიდუმალებით მოცულ ღიმილს უწოდებენ მთელ მსოფლიოში ხელოვნებაცოდნეები, სინამდვილეში ეს გატანჯული, დაქანცული, შოურაცხყოფილი და დამცირებული ქალის გამოხედვა. იკითხავთ რატომ? შეიერეთ ბატონო, დღეს ლუვრად წოდებულ ბაზრობაზე და ყველაფერს თქვენ თვითონ ნახავთ. ესე იგი, ელისაბედის წინ დაბინავდა მთელი იაპონია. იაპონელი ტურისტი ყველაზე შემზარავი ტურისტია მსოფლიოში. ყვირიან, დახტიან, მუჯრუგუნებს ურტყამენ ერთმანეს და სხვებსაც. თითოეულ იაპონელ ტურისტს 7 ფოტოაპარატი აქვს და 7-ვე ფლეშით და აუცილებლად 7-ვეთი უნდა გადაუღოს ფოტო ყველა ექსპონატს. ზოგიერთებს ფოტოაპარატების გარდა ტელეფონებიც აქვთ. უკაცრავად ამებნა, ხო, ტელეფონებზე ვამბობდი რაღაც 4-5 ცალი და აი ამ ტელეფონებითაც აუცილებლად უნდა გადაუღოს სურათების საცოდავ ელისაბედს და ყველა ექსპონატს. ამას დაუმატეთ იაპონელებთან შედარებით უფრო მორიდებული, მაგრამ ასევე მყვირალა მოხტუნავე და თავისი ტურისტული უფლებების დასაცავად მებრძოლი ბრბო შეიარაღებული 1000-ნაირი ვიდეო ტექნიკით და მიხვდებით, რატომ აღარ ეღიმება ამ საცოდავ ქალს. ელისაბედი მაინც მონაა და შუშის უკანაა დამწვეული, მაგრამ როგორც იტყვიან ხოლმე, ნიეთხუდა ბეზდაბრაო. მას რომ ქუჩაში გამოსვლის ან ინტერნეტში ცალი თვალით შეხედვის, უფლებას მაინც აძლევდა, იმ ჩარჩოდან გადმოვარდებოდა ეს უბედური ქალი. იმიტომ რომ არავინ ისე არ დაცინოდა გაშაყირებულა ქვეყანაზე, როგორც ეს ჩვენი საწოდავი ბედნა ელიზა. გაიხსენეთ, აი, მიმოიხედეთ გარშემო. იგი ჯოკონდა გირებით, ჯოკონდა სათვალით, ჯოკონდა შიშველი, ჯოკონდა სამხედრო ფორმაში, ჯოკონდა მთვრალი, ჯოკონდა დანმოვარჯიშე, ჯოკონდა ავტომატი, ჯოკონდა კიმონოში. აი, კიმონოში კი ნამდვილად ვერ მოინელებდა იმ იაპონელი ტურისტების გადამკიდე. და რა ვიცი, კიდევ მილიარდი კარიკატურა. აი ასე ჩავაქრეთ ამ სანდომიენი ქალბატონის გულღია 32 კბილიანი სიცილი. და თოზე გაგრძელდა ბატონებო. ალბათ 22 საუკუნეში იდუმალებით მოცული ღიმილის ადგილზე გამოყოფილ ენას დავინახავთ
და სადღაც 24-25 საუკუნეების გასაყარზე მონა ელისაბედ ჯოკონდა ბაზრის დედაკაცივით დაგვიწყებს კინებას. დეციტრაზე ოცნებობს ბედნიერი ზავი. იქნებ ვინმე გაქურდოსოს მოხერი ლუვრი. სადმე კერძო კოლექციონერს მიჰყიდონო ჩემი თავი. არა ლეგალურად, რა თქმა უნდა. დავბინავდებოდი სადმე ბუხრის თავზე მყუდროდ და გავუღიმებდი ხოლმე ძველებურად ჩემს ახალ პატრონს. აი ამაზე კი ვერაფერი ვერ უპასუხა საცოდავს ვერ დავამშვიდე. რომ მოვდიოდი ისე ზრდილობისათვის ძველებურად გამიღიმა იდუმალად და ასე მითხრა. და იმახსოვრე ჩემო ვულკან ლეონარდო მეუბნებოდა ხელოვნება კი არის უკვდავი, მაგრამ ღიმილი ძალიან ადვილად ხდება. აი ასე ჩემო პატრონო. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. კარგად